მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. იმედია გესმით ჩემი ხმა. იმედია კარგად ხართ და ყველაფერი კარგად გაქვთ. მე ასე მინდა, რომ იყოთ კარგად. პირველ რიგში მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, იმისთვის რომ მიყურებთ. ეს კონტენტი არის თქვენთვის, ეს ვიდეოები არის თქვენთვის პირველ რიგში. და რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, მოусმენს, დაფიქრდება, გაცნობიერდება, გამოიღვიძებს, უფრო მეტად გაადამიანურდება და საერთოდ რა, კარგი იქნება ყველასთვის. ეხლა რატო დავიწყე ეს, ანუ იქ მომწერეს, რომ თუ შეიძლება გითხარიო, ვის მოусმინოთ, რას მოусმინოთ, ანუ პირადში მომწერეთ, WhatsApp, Viber-ზე მომწერეთ. ეხლა ვერ გიპასუხებ ძარით, იმიტომ რომ დაკავებული ვარ, მომწერეთ და გეტყვით ადამიანს, რომელსაც უნდა მოусმინოთ, ვინც საუბრობს ამ სიტუაციებზე, რაც ხდება, ზოგადად და იცის ყველაფერი, ეს არის ძალიან უძლიერესი ადამიანი საქართველოში ერთადერთია, მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ სხვა აქ კომპეტენტური და მისი დონის და მისი ცოდნის და მისი გამოცდილების აქ საქართველოში არ მოიძებნება. შეიძლება მსოფლიოშიც იყოს რამოდენიმე. ეს არის უნიკალური ადამიანი, პროფესორ აკადემიკოსი, მეცნიერი, პარაფსიქოლოგი, მეტაფიზიკოსი და ეხმარება ადამიანებს რომ გახდნენ სხვანაირები. სხვანაირები რას ვიძახი რა? მიხვდნენ რეალურად რა ხდება. ამდენი წლები, საუკუნეები გვიმალავდნენ. ხდება ისეთ სიტუაციები, რასაც ჩვენ გვასწავლიდნენ, რასაც ჩვენ გვინერგავდნენ, ეს სოციალური ფენა და ეს ანუ ზოგადი, ხო? სკოლებში, ყველგან. ეს იყო მორგებული ესეთი თეორია, მასა, აი ესე მასად აღვიქვავენ ისინი, ჩვენ ვართ მასა ბრბო, რომელსაც ანუ უნდა მართო. მათ ესე მიაჩნიათ, რომ ჩვენ არ უნდა გვცოდნოთ და ის საიდუმლოებები, ის თუ სინამდვილეში რა შეგვიძლია ყველა ჩვენთაგანს და რა ძალა გვაქვს, ყველა ადამიანშია ეს, რომ არ გამოგვეყენებინა მერე ეს ჩვენი ნიჭები, ტალანტები, შესაძლებლობები. არ ყოფილიყავით ინდივიდუალური აზროვნების მატარებლები, არ ქონოდა ჩვენი განსხვავებული აზრი და არა მაინდამაინც როგორც მათ უნდათ, რომ ყველა ერთმანეთს გავდეს, ყველა იყოს, ესე იგი ინკუბატორივით ერთნაირი, მერე ადვილი სამართავია მასა, ხო? რასაც გინდა იმას დააჯერებ, როგორც გინდა იმას ეტყვი და არწმუნებ და ის უკვე საშიშროებას აღარ წარმოადგენს. იქ აღარ არის სწრაფვა, რომ მან თქვათ აიმაღლოს თავის განათლება, თავის მსოფლმხედველობა, გაუჩნდეს თავისი აზრი, გაუჩნდეს კითხვები, კრიტიკული თქვას, ეს რატომ, რომ 100 ადამიანი მიდის, რომ არიქა გვიშველის უნდა გადავხტეთ იქიდან, უბსკრულიდან და შენ 101 ხარ და გეძალებიან და კაცო, სად მიდიხართ? ადამიანებო, დაფიქრით, უბსკრულია და ხტებით თავს იკლავთ. გესმით? მათ აწყობთ, რაც უფრო მეტ ადამიანს გაცრიან, გაწმინდავენ, უფრო მეტად კონტროლის ქვეშ ეყოლებათ, მაგრამ ავიწყდებათ ერთი რამ და ძალიან გთხოვთ ყველამ დაიმახსოვრეთ. ამ სამყაროს მართავს მხოლოდ და მხოლოდ მამა ზეციერი, მამა ღმერთი, მამა შემოქმედი, ვინც შექმნა ცა და დედამიწა და ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივადა, როგორც არ უნდა ცდილობდნენ. კი, გადაიბირეს, კი, გენური ინჟინერიაც მოახდინეს, წიგნებშიც ხო არის, ნათქვამი. წინასწარმეტყველები ასე ვთქვათ, ის რაც ფანტასტიკა გვეგონა. დააზომბეს, დააბოტეს, გაარობოტეს,
და ამას აპირებენ კიდე უფრო მეტად, ღრმად. ხო და იმიტომ რომ ის ღვთიური, ნახე ღვთიური, რაც შენ გაქვს, რაც ღმერთმა მოგანიჭა ყველა ადამიანს. ეს არის ინტუიცია, ეს არის შენი შინაგანი ემოციები, შენი წინათ გრძნობა, თუნდაც ის ხედვა იყოს, თუნდაც ის აი ის რაღაცა რომ არ გქონდეს, რომ იყო რობოტი, გრძნობები არ გქონდეს, შეგრძნებები არ გქონდეს. გესმის და მხოლოდ იყო როგორც ცხოველი, ინსტინქტებით მცხოვრები ადამიანი. გესმის? და ჩაგიკლან ის სულიერება, რაც შენ ღმერთთან გაკავშირებს. საკრალურთან, წმინდასთან. და ვის უნდა ეს? რა თქმა უნდა, იმ მეორე მხარეს. და ამიტომ მიმდინარეობს ეხლა სულებზე ბრძოლა, გესმით? სულებზე. და ადამიანი თუ დღეს ცხოვრობს მხოლოდ მატერიალური გასაგებია, მატერიალურია დედამიწა და ეს სამყარო, სადაც ჩვენ ვართ. და გვჭირდება ცხოვრებისთვის, ყოფა ცხოვრებისთვის იმ რაღაც საჭიროებებისთვის, ხო? იმიტომ რომ ცივილური ადამიანები ვართ, ცივილიზაცია გვაქვს, ხო? ასე თუ ისე. გვჭირდება ეს ელემენტალური არსებობისთვის, მაგრამ არ უნდა იყო ხარბი. და ეს უნდა იყოს ზომიერად. ამიტომ არის სამყაროს კანონის ზომიერება. ყველაფერში, ჭამაში, სექსში, ურთიერთობაში. ძალიან ისე გამომდის. მაგრამ ეს არის. თუ ცდება ზომიერებას, ჭამა, თქვათ, ხდები ღორი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუ სექსია და ხდები გარყვნილი, სწორად გამიგეთ. და ასე შემდეგ, ყველაფერს თავისი სახელი აქვს. და როცა ზომიერად მიირთმე კულტურულად და ვცდილობ, რომ კი ძალიან გემრიელია და ძალიან გინდა რომ ჭამო, მაგრამ იცი რომ ამაზე მეც ვერ შეჭამ, იმიტომ რომ უკაცრავად გასკდები, ხო? რაღაცეს კდები, გაჩერდი, ხო? მაგრამ აი ეს სიხარბეა ზუსტად, რომ ადამიანებშია ეს მანკიერი და ძალიან ბევრი თვისება, არა მარტო სიხარბე. ხო და ეხლა რისი თქმა მინდა კიდე, ანუ იქ ეხლა ერთ-ერთმა რაღაცა პოსტი იდო აბსოლუტურად სხვა რამეს. და იმდენად, ანუ სნედაცემულნი გახდნენ ადამიანები, ანუ გესმით, მე ხა როგორც მაყურებელი ისე უყურებ იმ პოსტებსაც, ვკითხულობ იმ, ანუ მაინტერესებს რა, აი, ასე ვთქვათ, გვერდიდან მაყურებელი ვარ. შემფასებელი. მიკვირს. აი მართლა მიკვირს, იმიტომ რომ სასაცილო სატირალია, პოსტი იდო აბსოლუტურად სხვა რამეზე. და ქალს ედო, ანუ გაბოროტებულს მეხი დაგეცათ, აი ესეთი რაღაცა. ანუ შტატ კოლორადოში შევიდა, თქვათ, შულის ნუკრი, ლამაზი ირემი მაღაზიაში და მე პატრონემ აჭამა მიწის თხილი და იმან მოიყვანა მერე დედიკო, მამიკო და ასე შემდეგ. ანუ აი ესეთ რაღაცაზე დევს პოსტი. და ქალი კომენტარებში წერს, რომ მეხი დაგეცათ. ეს რომ საქართველოში ისა რა ქვია, მომხდარიყო ქოცებო თქვენ, ანუ ამოწყდით და ვიღაცებმა კი მეუწერეს იდიოტო, დეგენერატო, შუაშია ქოცი, ნაცი. ვაფშე სხვა რამეზეა პოსტი და ანუ რისი თქმა მინდა, ხო? ეს არის აი ზნედაცემული ადამიანი, დეგრადირებული ადამიანი, მაგრამ ნახეთ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის იგავების რაღაცეები, ხო, რასაც ვკითხულობდით, ასე თუ ისე, ახლა გამოგვიტანია აზრი, არ გამოგვიტანია, მაგრამ რაღაც მომენტში ხო ამოტივტივდება, მაგალითად, ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. გიყვებით, ახლა სანამ გადავალ გაშლაზე, ხო, მაცალეთ. უნდა გაიგოთ თქვენც, მაგალითები მომყავს, რომ დაფიქრდეთ. ხო და მიიყვანეს ადამიანი, ლამაზი ბაღია რა, ესეთი ყვავილებით რაღაცა და რას ხედავ, აბა აღწერეო, ხა ეს შენი
შეგრძნებები რას დაინახაო და ამ ადამიანმა ულამაზესი ყვავილებია, როგორი სურნელია, როგორი ხეებია, როგორი სიმწვანეა, როგორი ლამაზია, სულ ყველაფერი ლამაზია და მოკლედ აღფრთოვანებული გამოვიდა და ჩაწერეს ახლა მისი შეგრძნებები რა, შეგრძნების დონეზე. ახლა მოიყვანეს კიდე მეორე, ექსპერიმენტი იყო ადამიანების აღქმაზე, აღქმა, ნახე, აღქმოიდები დავარქვი მაგათ, რატომ? ხო, რომ იცოდეთ, განმარტავ და მოვიდა ახლა ეს ვიღაცა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ, სხვა. და შეხედა ახლა ამ ყვავილებს, ვერ დაინახა ეს სილამაზე. აიო, ნახეო, რამდენი ბუზია, დედა, რამდენი კოღოა, რამდენი მწერია რა არის, კაცო. აქ რა ტალახია, თურმე ვიღაცას მოურწყია ეს რა ხე არის, ნეტა ხო არ მომწამლავს რაღაცა. ქალი, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ქალი კაცი, უარყოფითი, ნახე, უარყოფითი ენერგიით დამუხტული გამოვიდა რა. და ვერ დაინახა ის სილამაზე, ის ბაღი, ის ყვავილები, ის სიმწვანე, ის მსხმოიარე ხეები, გესმის? ხო და ეხლა უბრალოდ ისე ყვები მარტივად, მარტივად რომ გაიგოთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი აღქმა. ნახე, იმ ადამიანმა შეაფასა, დაინახა, რომ ნახე რა ლამაზი ყვავილებია, რა სურნელია, რა ესე იგი ხეებია, მსხმოიარე, ეხა მოისხავს და როგორი გემრიელი ხილი იქნება და როგორი კარგია რომ რწყავენ და ნახე და ულიან და მეორე ადამიანმა აბსოლუტურად სხვა რამე დაინახა, ნახე? სულ ვერ დაინახა ის სილამაზე. სულ ვერ აღიქვა ის ლამაზი ყვავილები. რატომ ისმის კითხვა? იმიტომ რომ ის ეგეთ ენერგეტიკაზეა, ნახე? ზნედაცემული აღქმოიდია, დაბალ ვიბრაციებში ადამიანი იმას სულ რომ, არ ვიცი, ლოტოსის ყვავილში ჩააჯინო. იფიქრებს რომ ტომარაა და მკლავთ, მახჩობთ. ხო და აი ესეთ რაღაცებს დააკვირდით, ხო? ახლა იმ ადამიანს რომ დაიწყო ლანძღვა იქ და ყრულა, გასცეს პასუხი რა შუაშიაო, აქ რა ცხოველებს მაღაზიებში მე სადაც შევდივარ მაგალითად, ქუჩის ძაღლია და ცხოვრობს იმ მაღაზიაში, წყალიც აქვს, საჭმელიც აქვს, როცა გამყიდველი აღებს დილაობით რომ იღება, ხო? მაღაზია, ცხოველების საკვები სადაც იყიდება, ის ეყავს მიჩვეული ეს ქუჩის ძაღლი, რომ იქ არის, უნდა ნახოთ რა მოსუქებულია. ხო და მეც ვესალმები და ყველას გვიყვარს, რისი თქმა მინდა. რა, ხა ყველას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს, ხო, იმაზე, ამაზე, მაგრამ აღქმოიდები არიან ეგენი, ვერ ხედავენ, სილამაზეს ვერ ხედავენ, კარგს ვერ ხედავენ. იმ ადამიანს, რაც არ უნდა გაუკეთო, შენ ვერ დაანახებ. ვერ სიკეთეს დაინახავს ის, ვერ სილამაზეს აღიქვავს ის და ვერაფერს, ესეთი ყველაფერში ხედავს სულს და ნახე მე იქ ვიღაცას მიუწერია, რომ შენო მართლა ის ხარო რა, ისეთი სიტყვებით ვერ ხარო რა, რას წერო, ვაფშე რა კომენტარს წერო, რაზე აპოსტიო და ამას მე გაუცია პასუხი, კომენტარებს ვაკვირდები რა, მოკლედ და შენ თვითონ ვერ ხარ, ისო რა ქვია, რა დღეში ვართ, ნეხვში ვზივართ, ზუსტად ამ სიტყვებით. და რა შუაში იყო, ეხა ნეხვი. პოს, გესმით? იყო ირემი, შვილის ნუკრი მივიდა ერთ-ერთ შტატ კოლორადოში და დაიდო პოსტი, რომ გამყიდველმა მიწისთხილი აჭამა და იმან მოიყვანა მთელი ოჯახი, დღესთან ახლოს და გაუშინაურდა. სიკეთეზე აქ საუბარი, ხო? პოსტი ამაზე იყო. რა შუაშია ეხლა ნეხვში ვინ ზის, ქოცობა, ნაცობა და რაღაცა საშინელება და ტრაგიკომედია და აღქმოიდები. აი სრული ამ სიტყვის აღქმოიდები. აი ასეთ აღქმოიდებს არ ეშველებათ
ბერეშველებად და თუ იმუშავეს, არ ვიცი, ალბათ წლები დასჭირდება მაგის ტვინს, რომ გასწორდეს, ვერ გაუსწორდება. იმიტომ რომ ყველაში და ყველაფერში ხედავს სუდს. აი ესეთი კატეგორიის ადამიანი ნახე, სულ რო წუწუნებს, სულ რო ესე იგი ცუდი ელამდება. აი ხა აქ იმდენი ინდოელია, აქ იმდენი პაკისტანელია, აქ იმდენი ჩინელია, აი გადაგვივლიან რა, რამდენი წელია ეგ მესმის ხალხმა. ცხოვრობ აქ საქართველოში, ცხოვრობ და რამდენი წელია მესმის ეგ. მოდით რა ერთ რამეს გეტყვით. კიდევ ერთხელ ვიძახი, საქართველო არის ის ადგილი, სადაც უნდა გადარჩეს, ბოლო ჟამი აქ უნდა მოხდეს. ეს არ არის მითი, ეს არ არის ლეგენდა. თქვენ იცით რომ ზვიად გამსახურდიას დროს ცოცხალი რო იყო პირველი პრეზიდენტი, იცით ვინც იყო, ეხლა არ დამაწყებინოთ მასზე საუბარი. პატრიოტი, უმაგრესი ადამიანი და როგორი ოჯახის შვილი. ჩამოსული იყო გერმანიიდან დელეგაცია. და მათ ჰქონდათ წაკითხული წინასწარმეტყველება საქართველოზე ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, იონე ზოსიმეს და ამ ენითა, ქართული ენითა, ანუ ხო? მეორედ მოსვლის დროს. დაფარულ არს ენა იგი, ანუ ხო იცით ეს არა? ხო და პლუს იყო ერთი ბერი ათონზე, რომელმაც იონე ზოსიმეს ეს წიგნი გაშიფრა, გონით 11 ტომი აქვს დაწერილი. და მას ზუსტად აქ ნათქვამი იონე ზოსიმეს აი ამ წიგნიდან საქართველოზე მე-14 საუკუნია, მე-11 საუკუნის აი ეს თარიღები რა ზუსტად არ მახსოვს. მე-11, მე-12 მე მგონი. რომ უნდა გამოჩნდეს მეფე საქართველოში, ოღონდ ეს ისეთი მეფე არა, კიდევ ერთხელ ვიძახი, რაღაცა დინასტიები რო იყო და რაღაც კლანები, არა. ღმერთი დარჩეული, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. და აღორძინდება საქართველო თავისი რწმენით, თავისი ტრადიციებით, თავისი აი ამ ეროვნულობით გადარჩება ბოლო ჟამს. იმიტომ გადარჩება და იმიტომ გაბწყინდება, რომ აქ საქართველოში მეწილად რომ გაიყრუნება და აიღრევა და აღრეულია ხომ სოფლიო. ეხლა უყურეთ, მე ევროპის წინააღმდეგი არა ვარ, კიდევ ერთხელ ვიძახი, იქ მაქვს განათლება ნახევრად მიღებული სტუდენტობის დროს. ჩამოყალიბებული ვარ იქ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქაური ვარ, აქ დავიბადე და აქ გავიზარდე, ქართველი ვარ, ხო? ეს ევროპა აღარ არის გოეთეს ევროპა, მოლიერის ევროპა, ეს ევროპა აღარ არის დანტეს ევროპა, აღარ არის დიუმას ევროპა, გესმის? სხვა ევროპაა უკვე. საფრანგეთი შეცვლილია, გერმანია შეცვლილია. ფილოსოფოსებს ეძახდნენ გერმანელებს, იმდენად დიდი პოეტები, მწერლები და მგოსნები ყავდა. თავისი, ანუ ჰერმან ჰესე უმაგრესია, ხო, მაგრამ ჰესემდე იყო ძალიან მაგარი გოეთე, ხო, რომელმაც, ვიცით ახლა გოეთეს უნივერსიტეტი და მთელი ამბავი, მაგრამ ნოვალისი იყო პირველი, ვინც დაწერა უმაგრესი წიგნი. ერთადერთი წიგნი იყო უნიკალური. ძალიან ღრმა არის, აი ფილოსოფიურია და ესე ადვილად წასაკითხი არ არის და გასაგები. მით უმეტეს. ხო და არ არის ის ევროპა, გესმით? და ამიტომაც, რომ არ არის ის იმ ფასეულობებზე მდგომი ევროპა, მე ამიტომ ვეღარ ვიღებ ხმას. დაიკარგა. საფრანგეთზე საერთოდ აღარ არის საუბარი, გაშავდა ვაფშე. იცით ახლა. როგორ და რანაირად. და მეტწილად საქართველოს შეინარჩუნა და ინარჩუნებს. კი, ძალიან უჭირს. დევნაც გვაქვს, ხედავთ, აგერ აღქმოიდებს. ბრძოლაც გვაქვს, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ
ადამიანებმა გამოიხედეს და გაიგეს ვინ რა არის და როგორ არის. არჩევანის საშუალება არ მაქვს გესმის, როცა ვხედავ ესეთ ბოროტს ღვთის მგმობელს, რომ ვერ გაიგებ ქალია თუ კაცია, აღქმოიც, რა ვიცი, იმბეცილს რა დავარქვა, არ ვიცი. საუბარი არ აქვს დალაგებული, მეტყველება არ აქვს, რო შეხედავ, სახის ნაკვთობით ხო ხვდები ადამიანს ჩამოყალიბებული არ არის. Вообще რა იმიდან არის ვერ გაიგებ. რჯულის არის, რა სქესის არის და ასე შემდეგ და ისე ხა და ბოლო სიტყვებით რაღაც სისულელეებს და საშინელებებს საუბრობს და მოგიწოდებს იმისკენ, რა ქვია. ხო, რაღაც აგრესიისკენ და სიძულვილის ენით გესაუბრებ ხა. ვინ ეგეთ ესეთ ხალხს, ესეთ ხროვას საერთოდ ვინ აყვება? ვინც აყვება, ძალიან კარგად მომისმინეთ, იმიტომ რომ ბევრი ალბათ იყავით აყოლილები, რევოლუციები რო გინდოდათ. ვერ მიიღებთ, საქართველოში არ გამოგივათ. იცით რატო? ძალიან ბევრი წმინდანი ყავს. ზეციური საქართველო ყავს და მფარველები ყავს. ჯერ მარტო ჩვენი წმინდა მეფეები. ეყოფა მთელ საქართველოს სისხლით რომ მოვიდა ჩვენი წინაპრები აქამდე რომ მოგვიტანეს ეს მიწაწყალი რა მიწაწყალი რაღა დავრჩით გაყოფილია ხო თითქმის ყველაფერი დაყოფილია და დანაკუწებულია მაგრამ არა უშავს გაგვამთლიანებს ღმერთი ისევ დავიბრუნებთ იმ მიწაწყალს მე ამის მჯერა აფხაზეთს ოსეთს წართმეულს რა ვიძახი და საბოლოო ჯამში აი იმ დიდ იმბეცილებთან დიდ აღვირახსნილებთან უღმერთოებთან ბრძოლა მიდის საუკუნეებია გაიხსენეთ პირველი ომი მეორე ომი მესამე ომი მთლიანობაში ხო რომ დაუფიქრდეთ მიწაწყლის გამო კი არ არის სარწმუნოების გამოა სულიერების გამო ისინი ქრისტეს სიწმინდეს ებრძვიან მაგრამ ღმერთთან ომი არავის გამოუვა და მით უმეტეს საქართველოს სხვა მისია კიდევ ერთხელ მიმეორებ სხვა მისია ამიტომ გადარჩება საქართველო მეორედ მოსვლამდე შეინარჩუნებს თავის ტერიტორიებს და აქ იქნება ის ადგილი სადაც ჩამოვლენ ზუსტად ის ადამიანები და ის სულები, ვინც გადარჩებიან. და დიდი ცვლილებები ელოდება მსოფლიოს. დიდი. აღარ მინდა ეხლა ამაზე საუბარი. მინდა რომ კარგზე ვისაუბრო, მაინც გადმოვდივარ ამაზე, იმიტომ რომ მაინც გული მტკივა, რომ ხალხი ვერ აზროვნებს. რატომ იცით? იმიტომ რომ მენანება ქართველი ადამიანი არ მინდა რომ გაქრეს, ის სული გაქრეს, არ მინდა. ვერ გაძლებს, ესეთი აი როგორც აღწერე ხო რომ საუბრობთ, ისეთი ადამიანი ვერ გადავა გესმით? მისი სული ვერ შეეგუება იმ ედემს, იმ სილამაზეს, იმ კეთილსურნელებას, მას მოეჩვენება ბუზი კოღო, რა ვიცი კიდე რა, ნეხვი. ვერ დატკბება ის ადამიანი. იმიტომ რომ იმ დაბალ ენერგიაზეა. და მე მაინც მეწოდებიან და მენანებიან ეგეთი სულები და ეგეთი ადამიანები. ერთმა უშველოს და გადაარჩინოს, გონება გაუხსნოს. ყველაზე ამას ვითხოვ, აბსოლუტურად ყველაზე. ეხა გავშალოთ რა განწყობაზეა ეს ადამიანი, აბა თქვენი ასე ვთქვათ, ჩაფიქრებული ადამიანი რა განწყობაზეა, ხო ჩაიფიქრეთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ჯერ რა განწყობაზეა, ესე ვნახოთ და მე განვავრცოთ კიდე რაღაცები. ეს იქნება პირველი ვარიანტი, აი ესეთი ქვა. მე მგონი ჩანს და ეს იქნება მეორე. თქვენ ჩაიფიქრეთ, მე დავიწყებ. პირველი ვარიანტი, ანუ უსმინეთ ორივეს, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მაინც მიიღებთ პასუხს, რა განწყობაზეა.
ეხლა ზურგშექცევითაა, ვინც პირველი ვარიანტი აირჩია ეს ადამიანი. რაღაც სიტუაცია ჰქონდა ამ ადამიანს გაურკვეველი, იყო რაღაც გარჩევა თქვენ შორის, თითქოს დაბრკოლება სხვა ადამიანების სახით, ტუპიკშიო მოხვდიო, ხო და თავი უნდა დავიცვაო რაღაც მომენტში. გამონათება იქნება, მაგრამ ჯერ უნდა გაარჩიოს რაღაცა გასარჩევი, არ ვიცი ხა რა და როგორ. თქვენ ყველამ თქვენ სიტუაციაზე მოირგეთ, იმიტომ რომ ხო ხედავთ არა, საჯარო გაშლა უნდა კონკრეტიკა, ნახეთ. კონკრეტიკა, აი რომ ვეტყვი მაგალითად ჯო ვილსონი, ხო? რას ფიქრობს ჯო ვილსონი? სიტყვაზე ვიძახი. ხო და აი ესე ნახე. წარმოვიდგენ, ნუ ეხლა არ ვიცნობ ხო ჯო ვილსონს, მაგრამ წარმოვიდგენ ჯო ვილსონს და ვეკითხები კარტს, ნახეთ. ეს ინფორმაცია კოლექტიური არის ყველგან, უბრალოდ ამას ვერ ვხედავთ. ეს არის ფაქიზის სივრცე, საიდანაც იღებ შენ პასუხს და ის მომენტალურად, ანუ შენ როცა კონკრეტულად ეკითხები, გაწვდის პასუხს. მაგრამ ეხლა აი საჯაროზე ხო? შენ რო ჩაიფიქრე, ვინც არ უნდა იყოს შენ, მაინც მოგდის ეს პასუხი. ეხლა ზურგშექცევითაა ეს ადამიანი. თუ შენთან არ არის ზურგშექცევით, მაშინ მასა აქვს ისეთ სიტუაცია, რომ მის ან პარტნიორებთან, ან სიტუაციაში, ან ოჯახში აქვს პრობლემა, კონფლიქტი, იცავს თავს. და პლუს უნდა რომ რაღაცა გაარღვიოს, რაღაცა სიტუაციიდან გამოვიდეს. მაგრამ ჩასაფრებულია. რაღაც დააშავა, ისე არ არის. ნახე, გულმოწყალების კარტი ამოდის და სხვებს შეწირვის პირველზე. ამოხტა თავისით. ანუ რას ნიშნავს აქ? სტაგნაციაა პირველთან, გაჩერებულია. რატომ? იმიტომ რომ მან არჩია ასე, გამოსავალს ვერ პოულობს. ნუ კაი, ეს რახან ესეთი კარნახი მოვივიდა. მაინც ვკითხოთ, ხო? პირველი რა სიტუაციაა, რატოა ტუპიკში, ხო? მომწყდეული, რა ხდება? ანუ აქაც ციკლურობას მაჩვენებენ, ბედის ბორბალი ხან წაღმატრიალებს, ხან უკუღმატრიალებს და ამჯერად როგორ დატრიალდება. ანუ განულდა ეს ადამიანი რაღაც მომენტში, დატრიალდა უკუღმა და ისევ იწყება თავიდან, მის ცხოვრებაში რაღაც ეტაპი. ეს არჩევანია, ეს სიყვარულია, ეს თქვენთან მიმართებაშიც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სიყვარულის კარტია, მაგრამ არჩევანი უნდა გააკეთოს მის ცხოვრებაში, არჩევანი და ამ არჩევანს რო ვერ აკეთებს და პასუხისმგებლობა რომ ცოტა უჭირს და თან ნაბიჯის გადადგმა, ამიტომ ნულდება და ისევ სანსარას ბორბალივით ტრიალებს რო იტყვიან, ხო? თუ იცით ეს რას ნიშნავს, მაგრამ მაინც ვკითხოთ, აბა თქვენთან მიმართებაში განწყობა მაჩვენა და ისტორია მომიყვა ეხლა თქვენთან მიმართებაში. დაბრკოლებები აქ რაღაც წინააღმდეგობები, რომელსაც იცილებს თქვენთან მიმართებაში. თუ ვერ გწერთ, თუ ვერ გამოდის, თუ აქ რაღაც სიტუაცია, აქ წინააღმდეგობები, მაგრამ დაელოდეთ, მოიგერიებს. იმედი მაქვს, რომ მისი ბრძოლის უნარიანობა გაიღვიძებს, ხო? რაც არ ყავს ის გაძლიერებს, ამიტომ ეს ადამიანიც გაძლიერდება. ვნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც მეორე ჩაიფიქრა, რა განწყობაზეა. საქმეების კეთებაში ადამიანი გადართულია პირდაპირ ესე იგი ფინანსურ საკითხს აგვარებს, გეგმავს, დაგეგმარება, წერს რაღაც სიტუაციებს, მიდის აღრიცხვა, ну, ფულზე, ფინანსებზე, ბიზნესზე. აბა ნახოთ თქვენთან მიმართებაში რა გეგმები აქვს. საერთოდაც, ანუ ეხლა ცუდი კარტი არ არის პრინციპში. იმედის მომცემი კარტია, მაგრამ თქვენთან მიმართებაში განწყობა ასეთი აქვს, ფული უნდა. აია, რომ გაქვს ფული და ითვლი. ოპა! თქვენთან მიმართებაში. თქვენთან მიმართებაში კი, თავგადასავლების მაძიებელი, რომელიც დაჭრილა სამკუთხედი, ანუ არ ვიცი, ხართ არ ხართ, ყოველ შემთხვევაში აქ გამოდის, რომ გულგაცრუება უწმნევია, ანუ ვიღაცას უარი უთქვია. ანუ რაღაც ამ დაგვარი და
თავგადასავლების მაძიებელია კი რომანტიული ადამიანია, მაგრამ ანუ შფოთვები ქონია, ვერ დაძინებია, კბილად udardია, რაზე udardია. აი ნამდვილ სიყვარულზე ხო, ძალიან გულში მოხვედრია, როგორც ჩანს. მაგრამ თქვენ ხართ ეს სიყვარული თქვენ ხართ? წარსული სიყვარულია და ნამდვილი სიყვარულია, ხო? მაჩვენებენ რომ udardია, მაჩვენებენ რომ ვერ დაუძინია და თქვენ ხართ ეს? ვინც ხარ უყურებთ ამ ვიდეოს, თქვენ ხართ მეორე ვარიანტი. თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი. აჰა, მოვიდა თვითონ, კი ბატონო, მე ვარ. ანუ აქ ამოდის ემოციური, მგრძნობიარე ადამიანი, რომელიც ფიქრობს თქვენზე. ჭიქით ხელში, ნახეთ, როგორი სიმბოლურია არა ქართველი მამაკაცი ჭიქით ხელში და თან ფულზე. ფულზე მეოცნება და თან ფულიც მკეთებელი. ანუ ფული, ხო? თან ფულიც რო უყვარს და აი ესეთი ნება აქვს, ხო? ნება აქვს და სიყვარულიც რო უნდა თან. პრინციპში ორივე ერთად კარგია. ერთი პერიოდი ამოდის, რაც ახარებს, მაგრამ ის გულგაცრუება არ ვიცი რა ხდება ახლა აქ. აბა, სამკუთხედი იყო? ქონდა რაღაც სიტუაცია? ამას ახლა ვინ მეტყვის? აბა თქვენთან უგულ კავშირი არ მაქვს. თქვენ ახლა ვიდეოს უყურებთ და თუ ხართ სამკუთხედში, იცოდეთ რომ ისიც ანუ იყო გულგაცრუებული რაღაცაზე, ანუ რაზე ნახე? თუ თქვენ ხართ სამკუთხედში და მას ყავს ოჯახი, udardია ამაზე, იმიტომ რომ მართლა აქ გრძნობა ამოდის ეს და მართლა დარდობდა ამაზე. თუ ის არის, ანუ ის არ ვიცი ხა არის თუ არა მგონია ის მამაკაცია და სამკუთხედში, რა ვიცი, თვითონ არ იქნება უბრალოდ მის სიყვარულში, მის პირადში არის პრობლემა. გულგაცრუებულია მის პირადით. და თავგადასავლების მაძიებელია, აბა რომ გაუცრუდება გული და არ ეყოლება ახლა თბილი პარტნიორი, რა თქმა უნდა დაიწყებს ძებნას, გვერდებზე ყურებას, ჩემ მეზობლის არ იყოს, ხო? 30 წელი ერთად იყვნენ და დასაქორწინებული ყავს შვილი, ერთი, მეორე, ნუ ბიჭი საცოლე, გოგო დასაქორწინებელი და გაივლის, გამოივლის ლამაზი ქალი და ყველას ესე იგი აშტერდებოდა, შენიშნა უთხარი, მეთქი რა არის, მეთქი ბოლო სიცხვილი ამხელა კაცი ხარ, მეთქი და გავიგე, თურმე დაშორებულაცოს. მისი სიცივე ვერ ავიტანეო, ნუ ხდება ხოლმე, ხა ეს პირველი შემთხვევა კი არის ბევრია, მაგრამ ამხელა ამდენი წლების მერე, აი და ვინ აირჩიე მეთქი, ვინ არის? ქემაინც მეთქი იყოს ჯინა ლოლობრიჯიდან და მეთქი მონიკა ბელუჩი თუა, მეთქი კეცვიხრი შენს წინაშე. მეთქი და არა ახალგაზრდაო და ისე კი გაიკნინდა ხმა, ანუ ფიზიკურობაზე არ უთქვია. ნუ იმედია ლამაზიად. ხარ ამხელა ოჯახს რო ანგრევ ხო, ამხელა შვილებით და მიდიხარ, ხო? ოჯახიდან მიდიხარ. ახლა ძალიან ჩემთვის ხო, აი პირდაპირი გადმოსახედიდან ცოტა, ანუ ძალიან ცანცარული საქციელია და თან ასაკში რო ხარ ადამიანი, ხო? ანუ 40 ზემოთ, 40 პლუსით. ანუ წელს ქვემოთ მოაზროვნეს კატეგორიაა ჩემთვის, ხო? მაგრამ ნუ ახლა იქნება მართლა ძალიან კაცრი ცოლი ყავდა, სასტიკი ცოლი ყავდა, კაცო ყავდა. ვერ გაუძლო გულმა. გავიდა გარეთ და იპავა სხვა. კარგით ხო? არ ვიცი რა დამეტაკა უკაცრავად ხო? ნახოთ ეხა მეორეზე გამეწელა და საბოლოო ჯამში გამახსენა, ეხა ნახეთ ისტორიები მომაყოლა, ხა ესეც ხო შემთხვევით არ არის, ეწყობა ესეთი კატეგორია, არ ვიცი ეხა ხო? სულ არ მინდოდა ეხა ამ ისტორიის მოყოლა. ნახოთ რახან გამახსენა, რას აპირებს ეს ადამიანი, მეორე ვარიანტი, თქვენთან მიმართებაში, რას აპირებს.
და თავდაცვის პოზიცია აქვს, ტერიტორიებს იცავს, იყურება, გაკვირდება შორიდან, მაგრამ სამ პერიოდი, ანუ იმედიანად შეიძლება შორს არის და გზიდან იყურება, ფიქრობს ძალიან თქვენზე. აი ძალიან ფიქრობს. აქ ჩანს, რომ შორიდან გიყურებთ. ნახეთ, შეიძლება ინტერნეტიდანაც გაქვთ კომუნიკაცია, იმიტომ რომ ჩაკეტილობა ამოდის. ლაივ შეხვედრა არ ამოდის, ხო? ლაივში არ გამოვდის. ხო და ნახეთ, აქ ამოვიდა, რომ თქვენ ამოხვედით ამჯერად, რომ გულში ხართ, იმიტომ რომ ეს ეხა ხართ თქვენ ქალი, რომელიც არის გაწონასწორებული, დამოუკიდებელი, ლამაზი, ჩამოყალიბებული, ყველაფერი რო აქვს. აი, აყვავების პერიოდში რო ხართ, აი ესეთი ქალი ხართ, ესე გიყურებთ ის და ბოლო-ბოლო, ანუ სიშორეა, გზა არის. არ ვიცი. ეხლა ხო გეუბნებით საჯარო გასვლა, კიდევ ერთხელ ვიძახებ, ბევრი ვარიანტებია, ხო, მოირგეთ თქვენზე. ხო, სიამოვნების მიღება უნდა ამოდის რომანტიული ესეთი, როგორც ჩანდა რა თავგადასავლების მოხეტიალე, ივანუშკა დურაჩოკი, სიყვარული უნდა ბიცომ, ჩემ მეზობლის არ იყოს. ამოვიჩემე, მოკლედ. არ ვიცი, აი ნახეთ, დაელოდეთ რა, იმიტომ რომ ფული უყვარს, როგორც ჩანს, ესე იგი რომანტიული ადამიანია და არ იტყვის უარს სიამოვნებაზე. დაელოდეთ, რაღაც გულგაცრუება იყო ნამდვილად, ტყუილად არ მოყვებოდი ამ ხელა ისტორიას, მაგრამ რა ქნას ეხა რა. წელსქვევით მოაზროვნეა და უნდა რა სიამოვნება უნდა და ლამაზი ქალი უნდა. ხა მონიკა ბელუჩიმ რო გამიაროს ვერც მე ვერ ვიტყვი უარს შევხედავ, ანუ მის სილამაზეს, ასე ვთქვათ, ვერ მოვწყდები, გამიხარდება, მომეწონება, ვერ იმას ვიზავ ჩემ აღფრთოვანებას, ვერ დავმალავ, ტაშ დაუკრავ მონიკა. აი ესე ვეტყვი. ესე პირდაპირ ბელა დონა, love you. და ესე დავამთავრე. ნეტა ყველა მონიკები იყოთ. ჩემო ლამაზებო, აბა თქვენ იცით. ბედნიერად.